სახელითა მამისათა, დაძისათა და სული საწმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს მართლმადიდებლობის ზეიმს. ეს დღე ეძღვნება მართლმადიდებლური ხატთაყვანისცემის საბოლოო დამტკიცებას, საბოლოო გამარჯვებას ეკლესიაში, რომელიც მოხდა მე-7 მსოფლიო კრებაზე 787 წელს და ამ კრების მამებს პასუხი უნდა გაეცათ ურთულეს შეკითხვაზე, რომელიც აწუხებდა იმ ჟამინდელ რელიგიურ სინდის. შეიძლება თუ არა უხილავი ღმერთი გამოისახოს საღებავებით ან სხვა საშუალებებით. და აი კრების მამებმა ამ შეკითხვას დადებითად უპასუხეს. დიახ, შეიძლება, რადგან მოხდა ღმერთის განკაცება. ზე ღმერთმა მიიღო ადამიანური ბუნება, ხატი მონისა მიიღო, როგორც წერს წმინდა პავლე მოციქული, და ხატით აიპოვა ვითარცა კაცი. ღმერთი თავისი ბუნებით და არსით მიუწვდომელია, უხილავია. და რა თქმა უნდა, მისი გამოსახვაც შეუძლებელია. როგორც ამბობს წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი, რომ ღმერთი არავის არასდროს უხილავს. მაგრამ იქვე დასძენს, რომ მხოლოდ შობილმა ძემ მამის წიაღში მყოფმა მან განაცხადა. ესე იგი, განკაცებით მოხდა ღვთაების გაცხადება ქრისტეში და უხილავი ღმერთი ჩვენი გრძნობითი აღქმისთვის მისაწვდომი გახდა. და ამდენად რომ განკაცდა ღმერთი, ეს მოხდა იმიტომ და შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ ადამიანიც ღვთის ხატად არის შექმნილი. ღვთის ხატად და მსგავსად. ამდენად ადამიანი არის ღვთის გამოუთქმელი დიდების ხატი, მიუხედავად დაცემულობის და ცოდვების, წყლულებისა და შედეგებისა, რომელიც ადამიანის ბუნებას აქვს. აი ამას გვახარებს დღეს წმინდა ეკლესია, ამას გვაუწყებს, ამას გვახსენებს. ღმერთის და ადამიანის სიახლოვეს, იმ სიკეთეს, დიდებას, იმ სინათლეს, რომელიც არის ჩვენში ჩადებული, როგორც ჩვენი წარუშლელი და შინაგანი ჩვენი ბუნება, საფუძველი ჩვენი არსის. და ის რომ წმინდა ეკლესია ამას გვახსენებს სწორედ დიდი მარხვის პირველ კვირას, ესეც ნიშანდობლივია. ვინაიდან დიდი მარხვა სინანულის ჟამია, სინანულის დროა და სწორი სინანული შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ხედავს აი ამ სიკეთეს, სწამს ამ სიკეთის, ხედავს, გრძნობს და უყვარს. და მარტო ადამიანში ცოდვების და არარაობის დანახვა აზიანებს ჩვენ სულიერ ცხოვრებას. აი ამ კეთილი მხარის დანახვის გარეშე. აზიანებს თუნდაც იმიტომ, რომ მიხავს ადამიანი მოწყინებამდე, სევდამდე, სასოწარკვეთილებამდე და პარალიზებას ახდენს ღვთისგან ბოძებული საოცარი ნიჭისა, რაც არის ჩვენი შემოქმედებითი ძალები. და აი ამიტომ დიდ მარხვაში, როდესაც ჩვენ უფრო მძაფრად განვიცდით ჩვენს დაცემულობას, აი ამ მოწყინებაში ჩავარდნის საშიშროებაც უფრო მეტია. და ამიტომ წმინდა ეკლესია გვიცავს ჩვენ აი ამ შეხსენებებით და მინიშნებებით. მოწმობს რა ღვთის გამოსახვის შესაძლებლობას, ის გვახსენებს ჩვენში ხატებას ღვთისას
როგორც აი ამ დიდ საოცარ საფუძველს ჩვენი ბუნებისა. და თითქოს გვეუბნება, რომ აი შეხედე, რა დიდი სიკეთე მიეცა ადამიანს. რა საოცარ სიმაღლეზე შეუძლია ადამიანს ავიდეს სულიერი კიბით, თუნდაც უკანასკნელი დაცემულობის ფსკერიდან. და აი ეს შეხსენებები, სიმბოლური მინიშნებები, რომლებიც იწყება დღევანდელი კვირიდან და გაგრძელდება შემდეგ კვირებში, ეს იქნება შემდეგ გრიგოლ პალამას სწავლება, ჯვრის თაყვანისცემა, იოანე კიბის აღწერლის კვირა, მარიამ ეგვიპტელისა. ჩვენ სულიერად გვაძლიერებენ, გვიმტკიცებენ ჩვენ მართლმადიდებლურ რწმენას ღვთისა და ადამიანისა და მოგვიწოდებენ ქმედითი სიყვარულისკენ. ამიტომ ჩვენც უნდა ვუპასუხოთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ მოწოდებებს, ამ მინიშნებებს სულიერი ღვაწლით და ქმედითი სიყვარულით, კეთილგანწყობით ადამიანებისადმი, მათი ცხოვრებისადმი და მათი გულწრფელი კეთილი მისწრაფებებისადმი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ჩვენ აღნიშნავთ კიდევ ერთ ღირსშესანიშნავ მოვლენას 1990 წელს ღვთის შეწევნით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის დაუღალავი ღვაწლით და შრომით კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ სცნოდა აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალია. და ის სწორედ ამ დღეს მართლმადიდებლობის ზეიმზე ყოვლად უწმინდესმა მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს და მისი სახით ყველს ჩვენს ეკლესიას საზეიმოდ გადასცა ორი სიგელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელი და კათოლიკოს პატრიარქის ტიტულის ცნობის სიგელი. აი ეს იყო დიდი გამარჯვება ჩვენი ეკლესიის, საბოლოო გამარჯვება იყო. აი ამ დიდ ბრძოლაში და ღვაწლში, რაც უკავშირდება ავტოკეფალიის მოპოვებას და მის აღიარებას. და ჩვენ დღეს დიდ მადლობას ვუხდით მის უწმინდესობას და უნეტარესობას კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს მისი დიდი ღვაწლისთვის, ვინაიდან სწორედ მან დააგვირგვინა თავისი ღვაწლით ეს შრომა და ბრძოლა, რომელიც დაიწყეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა. უსურვოთ მას დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და სულის სიმხნევე. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს, ღმერთმა დაალოცოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, რომელიც მუდამ ცდილობდა ერთგული ყოფილიყო ჭეშმარიტების და მართლმადიდებელი სარწმუნოების. და ჩვენ მადლობთ უფალს, რომ დღესაც ვართ ჩვენ ერთგულნი ქრისტეს ეკლესიისა, მართლმადიდებელი სარწმუნოებისა. თქვენ იცით, რომ წელს ჩვენ აღნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს და შეგვეწიოს უფალი, რომ მომავალშიც ჩვენი ერი ყოფილიყოს ერთგული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და მისი ეკლესიისა, როგორც უმთავრესი საუნჯისა, რომელიც გვებოძა ჩვენ ღვთისგან და რაც არის საწინდარი, ყოველთვის იყო და არის მთავარი საწინდარი ჩვენი ერის გადარჩენისა. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ჩვენთან არის ღმერთი.